არა ნუ ხა ბატონო სანამ გაბრაზებული ბრძანდა ვითქვა ერთი შეკითხვა დაგისვა ამბედი ნუ გამაბრაზე ეხლა იმ სუდიენების და მითქმა მოთქმის გამო რომელიც დღემდე და რა თქმა უნდა თქვენს არ ხსიამოვნებთ საქმე ეხება 8 აგვისტოს ომის პერიოდს როდესაც თქვენ გამობრძანდით რუსთაველის თეატრის გამზირზე და მოუწოდეთ ეგეთი არაფერი მინახეთ არა თუ შეიძლება აუხსენით ხალხს რა უნდა აუხსნათ ჯერ ერთი ვით კიდევ ვიმეორებ მაშინ იყო მოწოდება სარკოზისთან დაკავშირებით და თქვენც მიკროფონში ეძახდით სხვა ადამიანებთან ერთად სარკოზს და აი ეს მოარო ფრაზა დარჩა მომისმინეთ მომეთ დამშვით კითხვა მომეცით საშუალება გაგცეთ კითხვა უნდა დავასრულოთ უბრალოდ რომ საზოგადოებამაც გაიგოს რას გეკითხებით ამიტომ რომ ეს ის პერიოდია როდესაც იყო ომი ეს ის პერიოდია როდესაც ქართველი ვაჟკაცები იხოცებოდნენ ბრძოლის ველზე ეს ის პერიოდია რომ მათ ჭირდებოდათ მორალური მხარდაჭერა ეს ის პერიოდია რომ თელი რუსთაველი იყო სავსე ხალხით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და თვითონ თბილისელები და მე გამოვედი ამ დიდ საზოგადოებასთან ფართო საზოგადოებასთან მრავალათასიან საზოგადოებასთან და წავიკითხე რამოდენიმე პატრიოტული ლექსი ქართული პოეზია რამე პატრიოტულიო მთხოვეს წაიკითხე გამოვედი და წავიკითხე ვეფხისტყაოსნიდან ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე სადაც ჯობს სიცოცხლეს ანაზა ვერ დაიჭირა სიკვდილსა გზა ვიწრო ვერ საკოლდოვანი მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალგულოვანი ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოხმედა მხწოვანი ჯობს სიცოცხლეს ანაზრახსა სიკვდილის სახელოვანი ეს თქვი გამოვედი ლადუასათიანი წავიკითხე პატრიოტად გამოვედი მუხრან მაჭავარიანი და მოწოდება იყო ჩვენი მეომრების მიმართ, ჩვენი საზოგადოების მიმართ, რომ დავდგეთ ამ მეომრების გვერდით და მტერს გავუწიოთ სათანადო წინააღმდეგ. რა გავაკეთეთ, ცუდი. გამოვიდა მე ჩამოსული იყო სარკოზი და ვინ არ იყო ჩამოსული. ხო სავსე იყო. თუმცა ხალხი ლაპარაკობს, რომ ამ ყველაფერს ქონდა ზეიმის ფორმა და არა ტრაგედიის ფორმა, როდესაც ეხლა რა გინდოდა რა გინდოდა რომ გამოსულიყო და ტრიკტირილი დამეწყო აი მე რა გეშველება ხალხო რა დღეში არის ჩვენი ქვეყანა ვამბობდით რა ამ ჩემი ლექსითა და ამ ჩემი განწყობილებით მე ვამბობდი რომ რა დღეშია ჩვენი ქვეყანა რომ ხარი უნდა დაუჭიროთ ჩვენს მეომრებს ჩვენს ვაჟკაცებს აბა რას ვამბობდი მე და ვინ ტუტუცნა არ ვიცი მე სხვას ვერ შემიძლია უფრო უხეშად თქვა მაგრამ თავს ვიკავებ დიახ ეხლა თავს ვიკავებ იმიტომ რომ და ნუბრაზები ჩვენ აღარ სხვის მოედანზე ვართ არა მე კატეგორიულად წინააღმდეგ ვარ თქვენ მოედანზე ბრძანდებით ეს თავისუფლების და აი ვიღაცა ოხერ მაგრამ მუდრეკმა რო იტყვიან ტრიალა და ნახე გულან გამოვიდა და იქა და რო გამოვედი მე მოუწოდე ჩემს მეომრებს და ჩემს საყვარელ ძმაკაცებს მეგობრებს ახალგაზრდებს რომ იდეით მედგრად ჩვენ საკავართ და აი მთელი ხალხი მხარს უჭერს მთელი ხალხი უჭერს მხარს ამბობენ და დაიბიდიოდნენ რომ ისტორიულად ეს და ეს ბიჭო რატო დაიხვის მე გეტყვით რატომაც ცუდად განწყობილი ადამიანები ვინც არიან ღვაწლიანი ადამიანები ვინც არიან აი უხეშად რო თქვა არ ვიტყვი აი ასეთმა ხალხმა დაიხვია თითზე და ურამი რატო გამოვიდა იქ რა გავაკეთე ბატონგურამ აქ მთავარი აი ბრალდება ცუდი სიტყვაა უბრალოდ მაგრამ მთავარი რაც იყო აი ბრალდება მაინც ამას ვიტყვი ეს იყო რომ თქვენ გამოხვედით თითქოს და ხელისუფლების მხარდასაჭერ მიტინგზე და ზეიმობდით ხელისუფლებასთან ერთად გამარჯვებას რომელიც რეალურად სამწუხაროდ ჩვენ გავიგეთ მე რომ არ იყო გამარჯვება აქედან წამოვიდა ეს ზეიმობდი მე მოუწოდებდი ჩემს ხალხს ჩემს მეომრებს ჩემს ვაჟკაცებს რომ მედგრა და ჭიტროთ ყოფილიყვნენ და აი თავიანთი ბუნებით განწყობით თავიანთი პატრიოტიზმით დაეცვა თავისი სამშობლო რა არის აქ ცუდი რა გავაკეთეთ მე მგონი ეს ყველა ჩვენთაგან ძვალი რა შუაშია მთავრობის მხარდაჭერა რა შუაში არის მე უჭერდი მხარს იმ მეომრებს რომლებიც იბრძოდნენ დაუღალავად და მედგრად და ბევრი დაეცა
აქ ჩამოსული იყო ეს ხალხი, სარკოზები და მილიონი პრეზიდენტები და მთავრობის ხელმძღვანელები. სარკოზი და დაიწყო ხალხმა გამოვიდა და ნუ ავყევი მე თქვი სარკოზი თქვი. რა უნდა ხნახლა მითხარი და როგორ არა ცხვენიათ იმ ადამიანებს სიცხვილე ნუ როგორ სიცხვილის გრძნობა გააჩნიათ რომ ჩემზე თქვა რამე ესეთი აუგი